მოგესალმებით. ეს წარმოგიდგენთ ამ საიდუმლო საზოგადოებას, რომლებიც ჯერ კიდევ ახდენენ გავლენას მსოფლიოზე. მსოფლიოში დიდი რაოდენობით მსხვილი ორგანიზაციები არსებობს, რომელთა საქმიანობის სფეროზე უმეტესობამ პრაქტიკულად არაფერი იცის. როგორც ვიცით, ყოველივე შეუცნობელი ან შეცნობილი, მაგრამ არა ბოლომდე. ყოველთვის იწვევს მითქმა მოთქმას, ამიტომ საიდუმლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ურჩევნიათ იყვნენ ჩრდილში, მიაწერენ ხოლმე სხვადასხვა მსოფლიო დონის შეთქმულებებს და კავშირებს არა ამ ქვეყნიურ ძალებთან. სინამდვილეში უმეტესობა ასეთი საერთო ინტერესების კლუბებისა ბევრად უწყინარია, ვიდრე ხალხი ცდილობს მათ წარმოჩენას, მაგრამ მათ შორის ხდებიან ისეთებიც, რომლებმაც რეალურად იმოქმედეს მსოფლიო ისტორიაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა 10 ყველაზე ცნობილი და ძლიერი საიდუმლო ორგანიზაციის ისტორია, რომ გავერკვეთ, რისთვის და რატომ შეიქმნენ და არსებობენ თუ არა ისინი დღემდე. ილუმინატების მიღმა ყველაზე ხშირად იგულისხმება პროფესორ ადამ ვეისჰაუფის ილუმინატთა ორდენი, რომელიც არსებობდა 1700-იან წლებში. მისი ამოცანა იყო ეკლესიის ყოველდღიური გაუმჯობესება და საერთო კეთილდღეობის მიღწევა. ბავარიის მეთაურმა კარლ თეოდორმა ილუმინატებს უწოდა არარელიგიური საზოგადოების, მასონების ერთ-ერთი განშტოება და გამოაცხადა მათი სამართლებრივი დევნა, რითაც ამ ორგანიზაციის ისტორიას დაუსვა წერტილი 1787 წელს. ოფიციალურად ორდენმა შეწყვიტა არსებობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ამ ორდენის დარჩენილმა წევრებმა არ მიატოვეს თავიანთი საქმე და უბრალოდ ჩაძვრდნენ მიწის ქვეშ. ილუმინატებს მიაწერენ საფრანგეთის დიდ რევოლუციას, კენედის მკვლელობას და ასევე მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას თანამედროვე მსოფლიოში. Opus Dei ორგანიზაცია შეიქმნა 1928 წელს კათოლიკე მღვდლის ხოსე მარია ესკრივა დე ბალაგერის. ლათინურიდან საზოგადოების სახელი თარგმნება როგორც საქმის საქმე. ისინი დაკავებულნი არიან იმით, რომ ეხმარებიან ხალხს წმინდის საკონცის ფორმაში, ყოველდღიური ცხოვრებისაგან მოწყვეტის გარეშე. ორგანიზაციის უმეტესი წევრი ჩვეულებრივი ადამიანია, ბიზნესმენი, მუშა, მასწავლებელი, დიასახლისი, რომლებიც ვიზუალურად არაფრით გამოურჩევიან კოლეგების. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია არ მალავს საკუთარ შტაბ-ბინას, მათი მისამართით მოდის ყველაზე მრავალფეროვანი კრიტიკა, რადგან ეს ორგანიზაცია მაინც ჩაკეტილია. ზოგიერთი კათოლიკე მღვდელი მიიჩნევს მას საშიშადად. ამის გარდა Opus Dei-ს ხშირად უკავშირებენ ისეთ პრაქტიკებს, რომლებიც დამახასიათებელია სექტებისათვის. ეს ყველაფერი საზოგადოების ირგვლივ ქმნის საიდუმლოების შარავანს. ნავთი დაასხა ცეცხლზე და ჭორები დაუმატა დენ ბრაუნმა, რომელმაც დავინჩის კოდში Opus Dei გამოიყვანა როგორც სექტა, რომელიც მალავს საჭირო ინფორმაციას. ტამპლიერები ორდენის ოფიციალური სახელწოდება ასეჭრებს. ადრისა და წმინდა იოანე იერუსალიმელის, პალესტინის, როდოსისა და მალტის გაერთიანებული რელიგიური საბრძოლო და მასონური ორდენები. ეს არის მასონთა თანამედროვე განშტოება, რომელსაც არ აქვს კავშირი ქრისტეს ღატა კრაინთა ორდენთან, რომელიც დაარსა რაინთა ჯგუფმა 1919 წელს. მაგრამ ორდენი შექმნილია ამ უკანასკნელის მაგალითზე, რათა შეინარჩუნოს ამ ორგანიზაციის სული. ორდენი შედის იორკის დინასტიაში და მისი წევრობისათვის აუცილებლად უნდა იყოთ ქრისტიანი, რომელმაც ბოლომდე გაიარა სამეფო თაღის ყველა გრადუსი. ზოგი იურისდიქციაში კი აუცილებლად კრიპტის გრადუსი უნდა გავნოს. შავი ხელი სამხრეთ სლავური საიდუმლო ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც გაჩნდა 1911 წელს. ერთი ვერსიით ის გაჩნდა როგორც დაჯგუფება, სახალხო თავდაცვის განშტოება, რომელიც მიესწრაფოდა სლავური ხალხების გაერთიანებისაკენ. მათი მიზანი იყო ბრძოლა სერბების გასათავისუფლებლად, რომლებიც იმყოფებოდნენ ავსტრია-უნგრეთის გავლენის ქვეშ. მის შემადგენლობაში შედიოდნენ სერბეთის არმიის ოფიცრები და რამდენიმე სახელმწიფო ჩინოვნიკიც კი. შავხელთან იყო დაკავშირებული ტერორისტთა ჯგუფი, რომლებმაც მოკლეს ჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რომლის სიკვდილიც გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი. 1917 წელს სერბეთის მეფის ალექსანდრე პირველის ბრძანებით ორგანიზაცია ლიკვიდირებულ იქნა და მისი თავკაცი პოლკოვნიკი დრაგუტინ დიმიტროვიჩი და მასთან დაახლოებული ხალხი დახვრიტეს. ასასინები ნეოსმაილიტი მიზარიტების ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მე-11 საუკუნეში. ის დაარსა ხასან იბნ ჯაბადმა,
მათი შიდა სისტემა იყო აგებული მკაცრი იერარქიაზე, სადაც შემდეგ საფეხურზე ასვლას თან ახლდა მისტიკური რიტუალები. სექტის იდეოლოგიაში მთავარი როლი ეკუთვნოდა ანტიფეოდალურ, კომუნისტურ და ნაციონალურ განმათავისუფლებელ მოტივებს. ასასინებს შეექმნათ ისეთი დაქირავებული მკვლელების სახელი, რომელთაც არ არსებობდა შიში და ყოველთვის საყვედურის გარეშე აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. მიიჩნევა, რომ სექტამ შეწყვიტა არსებობა 1256 წელს, მას შემდეგ რაც დაიპყრეს ალამუტისა და მეიმუნდის ციხე. სხვა ინფორმაციით, ზოგმა ასასინმა შეძლო გაქცევა და შექმნა ინდოეთის მემკვიდრეობითი მკვლელობის კასტა. ასასინების ტრადიციები უფრო გამოხატულადაა შენახული ამჟამინდელ ტერორისტულ მუსულმანურ სექტებში, როგორიცაა ჯიჰადი, ჰეზბოლა და განსაკუთრებით არაბთა პარტიზანული რაზმები. საზოგადოება თულე. ამ გერმანულ ოკულტურ პოლიტიკურ საზოგადოებაში შედიოდა ყველა, ვინც მოგვიანებით გახდა ჰიტლერის უახლოესი მრჩეველი. ორგანიზაციის ოფიციალური სახელი ჟღერს ასე: გერმანიის სიძველეთა შემსწავლელი ჯგუფი. ისინი დაკავებულნი იყვნენ არიული რასის წარმოქმნის შესწავლით. თულეს მითიურ ჩრდილოეთის ქვეყანას ძველბერძნული ლეგენდებიდან ნაცისტი მისტიფიკატორები თვლიდნენ ძველი იმპერბორეის დედაქალაქს. საზოგადოების ყველა წევრი არიელებს თვლიდნენ უმაღლეს რასად, რომლებიც არსებობდნენ უძველესი დროიდან, ხოლო თვით თულეს მოსახლეობას, როგორც არიელების შთამომავლებს, რომლებმაც შეძლეს ატლანტიდიდან გადარჩენა. საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელსაც არ სჯეროდა ამ მისტიკური ზღაპრების, უფრო დაინტერესებული იყო ებრაელებთან, კომუნისტებთან და მასონებთან ბრძოლით. 1919 წელს თულეს წევრებმა შექმნეს პოლიტიკური ორგანიზაცია გერმანული მუშათა პარტია, რომლის წევრიც გახდა ადოლფ ჰიტლერი. საზოგადოება თულე არსებობდა 1933 წლამდე. ოქროს ბეჭდის რაინდები 1850-1860 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთში მოქმედებდა ნახევრად სამხედრო ორგანიზაცია ოქროს ბეჭდის რაინდები. საზოგადოება შეიქმნა სამხრეთ შტატების მხარდამჭერთა მიერ, რომლებსაც სურდათ ისეთი შტატების შექმნა, რომელშიც მონობა იქნებოდა ნებადართული. ამისათვის შემოთავაზებული იყო მექსიკის ტერიტორია, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები. ორგანიზაციის წევრები იყვნენ აბრაამ ლინკოლნის მკვლელი, ჯონ უელკბოტი და დამნაშავე ჯესი ჯეიმსი. იმის შემდეგ, რაც დააპატიმრეს ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მოახდინეს იარაღის კონფისკაცია, 1864 წელს ორგანიზაციამ შეწყვიტა არსებობა. თავისუფლების შვილი. ორგანიზაცია შეიქმნა 1765 წელს სამუელ ადამსის მიერ. მათი მიზანი იყო ბრძოლა ჩრდილოეთ ამერიკული კოლონიების თვითგამორკვევისათვის. მათი დევიზი გახდა ფრაზა: არა გადასახადებს წარმომადგენლობის გარეშე. წინააღმდეგობის გაწევის პოლიტიკა გულისხმობდა თემატიკური ბროშურების გავრცელებას, საპროტესტო აქციებსა და ღია ძალოვან ქმედებებს ბრიტანული ხელისუფლების წინააღმდეგ. რის გამოც მათ ქმედებებს მიიჩნევდნენ როგორც დანაშაულს და დაიწყეს დევნა. მას შემდეგ, რაც გაუქმდა კანონი გერბის მოსაკრებლის შესახებ, 1766 წელს ორგანიზაცია დაიშალა. თავის ქალადაძვლები. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი სტუდენტური საიდუმლო ორგანიზაცია. წარმოიქმნა 1832 წელს იელის უნივერსიტეტის მდივნის უილიამ რასელის მიერ, რომელმაც 14 თანამშრომელთან ერთად გადაწყვიტა საიდუმლო საძმოს შექმნა. თავიანთ რიგებში იღებდნენ მხოლოდ ამერიკელ არისტოკრატებს, ანგლო-საქსონური წარმომავლობითა და პროტესტანტული სარწმუნოებით. ხმებს თუ დაუჯერებთ, დღესდღეობით საძმოში მოხვედრის ერთადერთი აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი უნდა იყოს საკუთარი კამპუსის ლიდერი. საზოგადოების წევრები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, სენატორები, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები, რის გამოც საზოგადოებას მიიჩნევდნენ მიწისქვეშა ჯგუფად, რომელიც აერთიანებდა პოლიტიკურ ელიტას. მათი კრება ტარდებოდა ორჯერ კვირაში, მაგრამ ისი განხილვა ხდებოდა იქ და რას აკეთებდნენ შეფაღართმო და საიდუმლო. მასონების გაჩენის ოფიციალური თარიღი 1717 წელია, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც თარიღდება 1300-იანი წლებით და მათში მოიხსენიებიან მასონები. მათი კრებები იმართება რიტუალური ფორმით, ხოლო რეგულარული მასონების კანდიდატებს უნდა სჯეროდეთ უმაღლესი არსების. თვითონ მასონები ამბობენ, რომ მათი მიზანია მორალური სრულყოფა, განვითარება, ძმური, მეგობრობის შენარჩუნება და ქველმოქმედება. ასევე ითვლება, რომ საზოგადოება მიესწრაფის მთელი მსოფლიო პოლიტიკური გავლენის დამყარებისაკენ. ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, მარკ ტვენი,
ჯეიმს ბიუკნენი, ბობ დუელი, ჰენრი ფორდი, ბენ ფრანკლინი და სხვა. სულ ამ ორგანიზაციის წევრების რაოდენობა 5 მილიონი კაცამდეა. სოფლიო